ვითარებამ და სულიერი გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სულ უფრო და უფრო მეტად ითხოვს ყველა ჩვენთაგანისაგან მაქსიმალურ ყურადღებას საკუთარი ცოდვების მიმართ, საკუთარი შეხედულებების მიმართ, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, ვატყობთ, რომ საზოგადოება განეშორება სარწმუნოებას და ამავე დროს ინერციით, ასე მართლმორწმუნე ქრისტიანინიც, რომლებსაც ევალება პირდაპირ პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე აღებული, რომ იქნება შეუდგება ქრისტეს და იქნება ერთგული მისი, სამწუხაროდ ელემენტარული ცოდნაც კი არ გვაჩნია იმისა, თუ როგორ რა გვწამს და რა არის საბოლოო მიზანი ჩვენი ცხოვრების. ამიტომ ამ საკითხებზე ჩვენ მუდმივად ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას, ვინაიდან დევნის ფორმები ეკლესიის მიმართ სულ უფრო და უფრო იხვეწება, სულ უფრო და უფრო მზაკრული ხდება და შესაბამისად ჩვენგანც მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო, რომ გაუხლავდეთ აი ამ გამოწვევებს, რომელიც ამასოფლის მიერ არის ესე ვთქვათ შემოთავაზებული. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი ესეთი უკიდურესობა ეკლესიასთან მიმართებაში. ერთი ნი, რომლებიც ეკლესიას ბრალს დებენ მის სისუსტეში და ამბობენ, რომ ეკლესიას მეტი მოეთხოვება და თითქოს და ამას სამართლიანად ითხოვენ, მაგრამ ამავე დროს გაურბიან იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თავად მათაც დააკისრა ეკლესია, ანუ გვერდიდან ცდილობენ შემოძახილებით ესე დააკნინონ ეკლესიის ავტორიტეტი და მიუთითონ ამა თუ იმ სასულიერო პირზე, რომელიც არ ცხოვრობს შესაბამისად მისი ცხოვრების, ან შეიძლება ცრუბრალდებაც იყოს ეს. და მეორე კატეგორია, რომლებიც პირიქით ამბობენ, რომ ეკლესია მეტად მკაცრია და საჭიროა შერბილება თავისი პოზიციებისა, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო, ამასოფლის სულისკვეთების მქონე ადამიანები უკვე ვეღარ ახერხებენ აი ამ ტემპით ცხოვრებას, აი ამ მოთხოვნების, ეკლესიის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ძველ აღთქმაში წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში არის ესეთი მოთხრობა. იყო ვინმე მდიდარი იოაკიმე და მას ჰყავდა მშვენიერი ლამაზი ცოლი სუსანი. ხო და აი ამ სახლში იკრიბებოდა საზოგადოება. მათ შორის იყო ორი უხუცესი და ეს სუსანა იყო ძალიან ლამაზი ქალი და აი ამ ორ ხუცესს დაემართა ესეთი რამ, რომ აღიძრენ ვნებით მის მიმართ და უკვე ვეღარ მალავდნენ, ერთმანეთთანაც კი ვერ მალავდნენ აი ამ საშინელ ვნებას და გადაწყვიტეს, რომ მასთან აი ესეთ ბინძურ საქმეზე წავიდნენ. და მოიფიქრეს ასეთი რამ, რომ თუ სუსანა არ დაათანხმდებოდა მათ აი ამ საშინელ ცოდვაზე, მაშინ ისინი იტყოდნენ, რომ ვინმე ჭაბუკი შემოიპარა მათ სასახლეში და აი სუსანა მოღალატა თავის მეუღლეს. და ამის გამო სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა ძველ აღთქმაში ადამიანს. მოკლედ მოვლენები ისე განვითარდა, მე ძალიან მოკლედ ყვები ამ ამბავს, რომ აი ამ ხუცესებმა გადაწყვიტეს აი ამ საქმის გაკეთება და სუსანამ აღმოჩნდა აი ესეთ მდგომარეობაში, პირდაპირ ესეთი პირობა წაუყენეს მას. სუსანა ესე ფიქრობს, რომ რა თქმა უნდა ის არ უღალატებს თავის მეუღლეს და მეუღლეში აქ წმინდა მამები ამას განმარტავენ, შემდეგ ამბობენ, რომ ეს არის ეკლესია, ქრისტე და ქრისტე არის მეუღლე, ხოლო სუსანა არის ეკლესიის სახე. და აი ეს ორი ხუცესი არის ის ორი უკიდურესობა
ვითომ განსწავლული და ჭკუა დამრიგებელი პიროვნებებისა, რომლებიც მუდმივად ეკლესიას ხან ერთი მხრიდან უტევენ, ხან მეორე მხრიდან. და სუსანამ გადაწყვიტა, რომ მამაღალი ხმით იყვიროს და აი ეს რაც იქნებოდა შემდეგ მიენდო ღმერთისთვის, იმიტომ რომ ის არაფრის დიდებით არ წავიდოდა აი ამ ძიმედ ცოდვას. და როდესაც ხალხი მოწვივდა, აი ამ პროცესებმა სწორედ ასე მოიქცნენ და უთხრეს ხალხს, რომ აი ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო, დავინახეთ აი ამ ხის ძირას მრუშობის ცოდვაში დავაფიქსირეთ ისინი. და რა თქმა უნდა სუსანას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მაშინ დანიელ წინასწარმეტყველი იღებს ხმას აი ამ საზოგადოებაში და ამბობს, ხალხო, თქვენო არც კი იკვლევთო რა მოხდა სინამდვილეშიო და მოდით გამოვიკვლიოთო სინამდვილეში რა მოხდა და როგორ მოხდა. აღმოჩნდა, რომ აი ამ ხუცესებმა ვერ მოახერხეს ერთმანეთში იმაზე შეთანხმება, თუ რომელ ხესთან მოხდა აი ეს ცოდვა. ერთმა ცალ-ცალკე რო გაიყვანეს გამოსაკითხა, ხო ერთმა ერთი ხე თქვა, მეორე თქვა, ნუ დაიბნენ და მაშინ განცხადდა მათი სიცრუე და რა თქმა უნდა ეს ხუცესები იქნენ დასჯილები, ხოლო სუსანა იქნა გამართლებული ღვთის წინაშე, როგორც თავისი სიწმინდითა და სისპიტაკეთ გამორჩეული. ესეა სუსანას სახით, როგორც გითხარით, წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს არის ძალი ქრისტესი, რომელთანაც სურს მრუშობა, სულიერ თვალსაზრისი. აი ამ ორი მოდმის წარმომადგენლებს ერთნი არიან კანონმცოდნეები და რომლებიც მუდმივად უკიშინებენ და გადაჭარბებული მოთხოვნები გააჩნიათ ეკლესიის მიმართ, ვითომ და განსწავლულები. ესეთები იყვნენ თავის დროზე მწიგნობრები და ფარისევლები ძველად პერიოდში, როდესაც ქრისტეს მუდმივად ვიცი ჩვენ ბრალს დებდნენ სრულბრალდებებით, ხოლო მეორე კატეგორია ეს არის პირიქით საერთოდ რომ სურთ რომ ეკლესიაში მოხდეს სეკულარული სულის უფრო გაძლიერება, ანუ გაამსოფლიურება ეკლესიისა და მისი სწავლებისა და აი ამ ორ სულისკვეთებას მუდმივად აქვს ეკლესიასთან ეს შინაგანი პრობლემა, იმიტომ რომ არც ერთს მოწონს და არც მეორეს ეკლესიის სამეუფო გზით სიარული. აქედან გამომდინარე, ეს ორი კატეგორია ადამიანებისა თუ საზოგადოებებისა, ისინი მრავალნი არიან, ერთნი არიან, როგორც გითხარით, განხეთქილებაში მყოფი ადამიანები ქვია მათ, სქიზმაში მყოფები, რომლებიც ბრალსდებენ ეკლესიას, რომ ის არის თითქოს რბილი, მეორე კატეგორია ადამიანები ზედმეტ სიმკაცრეში ბრალსდებენ და ითხოვენ ეკლესიისაგან ეკუმენისტურ მოძრაობაში მონაწილეობას, სხვა კონფესიებთან გათვლებას, როგორც სარწმუნოებრივი სწავლებითი კუთხით, ისე ლოცვითი სულიერი კუთხითაც. და აი ამ ორ განსაცდელ შორის ვიმყოფებით ჩვენ დღესაც. დღესაც ერთი მხრიდან მუდმივი ბრალდება მოდის, რომ სასულიერო პირები ზედმეტად მკაცრები ვარ, რომ არის ესეთი დამოკიდებულება, რომ აი რატო არ გადავდივართ ახალ სტილზე, რატომ არ მივიღეთ მონაწილეობა კრეტის კრებაზე, რატომ არ შევდივართ ეკუმენისტურ საბჭოში, სადაც სხვებიც არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეთი ბრალდებები მოდის მოდერნისტური, რეფორმატორული და ეკუმენისტური სულისკვეთების მქონე ადამიანებისაგან, მათ შორის ეკლესიის წიაღში ვსაუბრობ ჩვენ ამ ადამიანებზე, ესენი ეკლესიაში წარიან და მეორე კატეგორია ამბობს, რომ თქვენ ყოველთვის აი ბრალსდებენ, რომ არ ხართ იმ სიმაღლეზე, იმ შესაბამის სულისკვეთების, როგორც ამას ითხოვს ქრისტეო და იწყებენ აი ამ კუთხით, ასევე მასმედიის საშუალებებით თუ სხვადასხვა საშუალებებით კრიტიკას მართლმადიდებელი მღვდლებისა, რომ ისინი აი ამ პროცესების, ესე იგი, ამსოფლიურების პროცესებს უშლიან ხელს.
დღეს ჩვენი ამოცანა სწორედ ამაში გომარებს. ძალიან რთული დრო. აგერ ხედავთ უკრაინის პროცესები, როგორ განვითარდა ხო ეს ავტოკეფალიის საკითხი, რომელიც არის უხეში დარღვევა კანონებისა და რომელსაც ამ სამწუხაროდ აკეთებს კონსტანტინოპოლი ამ შემთხვევაში. სხვადასხვა დარღვევები ყოველთვის ჩანს და სწორედ ეს არის, რომ ეკლესია თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს, როგორც სუსანა, კი არ უნდა შევიდეს აი ამ ადამიანებთან, აი ამ ცუდ ბინძურ საქმეში და მიიღოს მონაწილეობა იმ ცოდვის მიერ შეთხზულ რაღაც ეკლესიის საწინააღმდეგო და საპირისპირო სწავლებაში. არამედ ხმამაღლა, როგორც სუსანამ დაიყვირა იქ, რომ ღვთის წინაშე რათა ღმერთმა შეისმინოს მისი მედრება, რომ აი აქ ამ ქვეყნად ეს სამართალი არსად მოიძებნება, აი ესეთივე სულისკვეთება გვმართებს ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას მუდმივად სხვადასხვა კუთხიდან დევნიან, სხვადასხვა კუთხიდან ზეწოლას ახორციელებენ, მათ შორის ჩვენ და სამწუხაროდ ეს არის ხშირად სამწუხაროდ სასულიერო პირებიც. ამ შემთხვევაში თქვით კონსტანტინოპოლი, თუმცა სხვა მხრიდანაც ხშირად არის აი ესეთი ზეწოლები და იცით რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი აქ, რომ დღევანდელ საზოგადოებას უჭირს აი ამ სარწმუნოებრივ დოგმატურ საკითხებში გარკვევა და აი ამ ეკლესიოლოგია ქვია, აი ამას ყველაფერს რაზეც ვსაუბრობ ჩვენ და აი ამ ეკლესიოლოგიურ საკითხებში, ამიტომ როდესაც შემოთავაზებულია ზაგრული ფორმით, რომ აი მაგალითად იქ რა ქვია კრეტის კრებაზე იყო ესეთი ერთი შემოგდებული ასეთი თემა, რომ ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა ისტორიულად არამართლმადიდებელ ეკლესიებთან და ამით დაფიქსირდა, რომ ის არამართლმადიდებელი ეკლესიები არსებობს თურმე სადღაც ეკლესიები, რომლებთანაც ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა. ხო და აქ უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი ეკლესია მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა არ არსებობს. ეს არის კონფესიები, რომლებმაც თავის დროზე განუდგენ ეკლესიას. სწორედ მათზეც არის საუბარი, რომ ისინი გვიტევენ ჩვენ, კათოლიკები იქნება, პროტესტანტები, მონოფიზიტები, მათ სურთ ეს სულიერი მრუშობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. შემოსვლა აი ამ სულიერ კავშირში, რასაც ეკუმენიზმი ქვია და ერთობლივი ლოცვა ქვია, აი ამ წვალებლებთან. და ეკლესია უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე და არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს და არც აღიარებს არადროს, თუნდაც ის მისი რიცხოვნება კიდევ უფრო შემცირდეს, რომ სხვა კონფესიებში, სხვა რელიგიებში არის მადლი ცხონების. ესეთი რამ ეკლესიის მხრიდან არასდროს მოხდება, იმიტომ რომ ეკლესიის თავი არის ქრისტე და ეკლესია არის სხეული ქრისტეს. ამიტომ არ შეიძლება ქრისტე ცდებოდეს, შეუძლებელია ეს. შეიძლება ადამიანი ცდებოდეს, მაგრამ ქრისტეს ღვთაებრივი ორგანიზმია დედა ეკლესია და ეს არის ასევე ვენახი, ესეც ადარებენ ეკლესიას წმინდა მამები და ის განშტოებები, რომლებიც კათოლიციზმის სახით თუ პროტესტანტიზმის თუ მანამდე მონოფიზიტობის სახით და სხვა ნესტორიანელები იყო თუ ვინც იყო არიოზელები, ყველა აი ეს განშტოებები იყო მოკვეთილი იმ მადლმოსილი ვენახისაგან, ის მოკვეთილი რტოებია, რომლებშიც აღარ არის მადლი, იმიტომ რომ იმ მადლს აღარ აწოდებს ვენახი, ისინი მოიკვეთენ მსოფლიო კრებების წმინდა დადგენილებების მიხედვით და სული წმინდამ გადაწყვიტა ეს და არა ადამიანები. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესია არის უცდომელი, მისი შეცვლა, მისი ჩანაცვლება რაიმე სხვა სწავლებებით არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ეს არის ქრისტეს სხეული, ქრისტეს ორგანიზმი, რომელიც არასოდეს არ ცდება. ცდება ადამიანები და ამ ადამიანებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ეკლესიის საიდუმლოებებში, სადაც არის
აღსარება, სინანული, ზიარება და მადლმოსილების, მადლში დაბრუნების საშუალება. აი ეს არის მთავარი, რაც უნდა აკეთოს დღეს ადამიანმა, ეფრას, მტკიცედ, ჭეშმარიტი სარწმუნოება, როგორც სწავლებითი კუთხით, ასევე ზნეობრივი კუთხით. მაშინ მიუხედავად იმ შემოტევებისა, რომლებიც არსებობს ჩვენს ირგვლივ, იმ განსაცდელებისა, რომელიც მუდმივად თავს ესმის ასეთი საკრული ფორმებით ეკლესიას, ამას ჩვენ ყველაფერს ღვთისგანგებით იოლად გადავიტანთ, აი ამ სრულბრალდებებსაც აუცილებლად განაცხადებს მერტი ღვთის წინაშე, ერის წინაშე, იმიტომ რომ არ არის დაფარული, რომელი არა გაცხადეს. ყველა ეს საკრული ტრობა, რომელიც არსებობს ეკლესიის როგორც გარედან, ისე შიგნიდან, ის აუცილებლად განცხადდება და ჩვენ ნელ-ნელა ამ პროცესებს პრინციპში ვხედავთ ეკლესიაში და ნელ-ნელა ეს ხალხი თვითონ ამჟღავნებენ თავის ასეთ პოზიციებს, ზოგი საიდკენ მიექანება, ზოგი საიდკენ, რითაც წარმოაჩენენ, რომ მათი მთავარი ამოცანა და მოწოდება სულაც არის ქრისტეში ცხოვრება და მადლში ცხოვრება, არამედ აქვთ რაღაცა სხვა ინტერესები, რომლებიც არის ამა სოფლისაგანი და არა ქრისტეს მიერ. მერტმა დავუოცოთ, ვაკუთხოვთ, მოგცეს ძალა, უნარი, ნიჭი, რომ გავუსწავლდეთ აი ამ განსაცდელებს და მერტმა გვაცხოვნოს ჩვენ და სრულიად საქართველოს ყოველი მართლმორწმუნე და სრულიად სამართლმადიდებლოს ყოველი მართლმორწმუნე ქრისტიანინი